AI News, AI Media ეს გახლავთ პირველი ქართული პლატფორმა, მსგავსი პლატფორმა, რომელიც შეიქმნა და რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნის ახალ ამბებს და შემდეგ უკვე თავად აქვეყნებს ვებგვერდზე, როგორც AI News-ი მუშაობს, არის ის, რომ ის საერთაშორისო მედიებზე დაყრდნობით ქმნის და აგროვებს ამ ინფორმაციას, შემდეგ უკვე იწერება სტატიები და ეს სტატიები ქვეყნდება ვებგვერდზე, რაც ყველაზე მთავარი არის, ეს ყველაფერი ხდება ქართულ ენაზე და ქართულ ენაზე შეუძლიათ მომხმარებლებს და საზოგადოებას რომ წაიკითხონ სტატიები, რომლებიც გამოქვეყნდება AI News პლატფორმაზე და როგორც ჩვენთან რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა ისაუბრა, მან განაცხადა, რომ რა თქმა უნდა არის გარკვეული ხარვეზები ქართულ ენაში ჯერჯერობით, თუმცა ამავდროულად იმედს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნური ინტელექტი მომავალში დაიხვეწება, ეს კი მხოლოდ დროის ამბავია, რადგან ხელოვნური ინტელექტს ახასიათებს სწავლა და იმ შემთხვევაში თუ ხშირად გამოვიყენებთ მას, ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად დახვეწს იმ შეცდომებს, რომლებიც გამოვლინდება მომავალში AI News პლატფორმაზე გავრცელებულ სტატიებში. ამავდროულად დაახლოებით 2 თვე არის, რაც ხელოვნური ინტელექტის ეს პლატფორმა იქმნებოდა, ამაზე იმუშავეს ქართველმა დეველოპერებმა და 21 მარტს ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს უკვე საჯაროდ იქნება ეს პლატფორმა ხელმისაწვდომი და რაც ყველაზე მთავარი არის, როგორც ნათია კუპრაშვილი აცხადებს, ეს დაზოგავს ჟურნალისტების რესურსს და უფრო მოკლე დროში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ გაეცნონ ახალ ამბებს, ან დაწერონ სტატიები, ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება სოციალური ქსელის საშუალებითაც და სოციალურ ქსელში მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, რომ მიწერონ AI News და სთხოვონ მაგალითად გარკვეული სახის სტატიის დაწერა და AI News პლატფორმა აუცილებლად დააგენერირებს ქართულ ენაზე ნებისმიერი სახის პლატფორმას და ამავდროულად რაც თავარი არის, საავტორო უფლებები არის დაცული AI News პლატფორმაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სტატია, რომელიც მათ ვებგვერდზე იქნება გამოქვეყნებული, აქვე არის მითითებული წყაროები, მაგალითად BBC, Guardian-ი თუ Reuters-ი და შესაბამისად შეიძლება რომ ითქვას, რომ ეს პლატფორმა იქნება სანდო ინფორმაციის თვალსაზრისით. ეს პლატფორმა პირველ რიგში ჩავიფიქრეთ რეგიონული მედიისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ აფილირებული რეგიონულ მედიასთან, კარგ მედია საშუალებებთან და იმის გამო რომ გვინდოდა ადამიანურ რესურსში შევშვალებოდით, რაც ეხება ადგილზე არამიმდინარე ამბებს. და შემდეგ უკვე მივხვდით, რომ რაც გამოგვდიოდა ამ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, შეიძლებოდა უფრო საჯაროც ყოფილიყო, ვიდრე მხოლოდ დახურული ღრუბელი, იმიტომ რომ დახურული ღრუბელიც არსებობს, რომელიც გიწერს ამ ინფორმაციებს და აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს კარგმა ჟურნალისტმა მათ შორის, როცა ამბავი არ ხდება იქ, სადაც შენ ხარ და ველზე გასვლა არ შეგიძლია, ის კარგ მედია წყაროებს იცის, რომელია კარგი მედიები, საერთაშორისო მედიები, შეიძლება თბილისში ბაზირებული მედიების თუ ეს ეხება თბილისში მომხდარ ამბავს და რეგიონებს არ აქვს ხელმისაწვდომი ბავშვად ველზე მუშაობის, წერს ამ მედიებზე დაყრდნობით, ოღონდ არ უკარგავს მათ შრომას და იცავს საავტორო უფლებებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და შემდეგ უკვე ასტრუქტურიზებს, ნორმალურად აყალიბებს სტატიის სახით, ასევე აგენერირებს და ოღონდ ნამდვილ ფოტოებს არიგონებს ამ ფოტოკადრებს, ისიც ამ აქვს კონკრეტული წყაროებიდან და უთითებს წყაროებს და შემდეგ აქვეყნებს კიდეც ამას. ანუ რაღაცა პერიოდულობით თვითონ ახდენს გავრცელებას ვებგვერდზე, რომელსაც ეხლა ვუშვებთ და საჯაროდ ხელმისაწვდომს ხვდით, ისე სოციალურ მედია პლატფორმებს. ანუ ყველაფერს აკეთებს, რასაც ჟურნალისტი აკეთებს, მოიძებს ინფორმაციას, გადაამუშავებს ინფორმაციას, გადაამოწმებს წყაროებსაც მიგითითებს და გამოგიქვეყნებს და გაგევრცელებს. ხელოვნურ ინტელექტს უკვე არაერთი საერთაშორისო მედია იყენებს საკუთარ ნიუსრუმებში, თუმცა აქვე ისინი საუბრობენ იმაზეც, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ეთიკის ნორმების დაცვით, მათ აქვთ გარკვეული სახის გზამკვლევები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი და როგორ უნდა იყოს მითითებული ასევე წყაროები და სწორედ AI News პლატფორმაც ასე მოიქცევა, აქაც იქნება დაცული საავტორო უფლებები და რა თქმა უნდა, სახელიდან გამომდინარეც ჩანს, რომ ნებისმიერი სტატია, რომელიც აქ მომხმარებელს შეხვდება, იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული.